მე ვარ სოფია გოგაძე 6 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, სიმღერა, ხატვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. 13 წლის რო ვიყავი, დედა მიხატავდა და მე ვჟღაპნიდი. მე ხატვა როგორ ვისწავლე, იცი? ხელოვნების გაკვეთილზე ვარ აქტიურად. და დაფიდან ვიხატავდი. და ყველას ვასწრებდი გაფერადებას. მე ვიცი ზღვის ხატვა. პიკაჩუს, პიანინოს, კიდევ მინიონის, გოგოს, ბიჭის, კიბეს ხატვა და სახლის ხატვა. ყველაზე ძნელი არის სასახლის დახატვა. მაგრამ მე მაინც მაქვს დახატული და ადვილად ვისწავლე. ყველაზე მარტივი არის პატარა სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ უნდა დავხატოთ ეს. ჯერ უნდა დავხატოთ სამკუთხედი, ოთხკუთხედი. შემდეგ ოთხკუთხედის ზემოდან სამკუთხედი. შემდეგ ფანჯრები, შემდეგ კარი. თქვენ თუ გინდათ მივხატოთ მზე, მინდორი და ცა. ცა ყველა ვიცით რომ არის ლურჯი ფერი. გავაფერადებთ ლურჯ ფერად. მზე ყველამაც იცით, მზე ყველაზე მარტივი სათქმელია. მზე არის ყვითელი ფერი. მზე გავაფერადოთ ყვითელ ფრად. მინდორი არის მწვანე ფერი. გავაფერადოთ მწვანე. თქვენ თუ გინდათ მივხადეთ ყვავილი. მე კიდევ გასწავლით მინდორში ყვავილის ჩახატვას. ყვავილი არის ჯერ ჯოხი. შემდეგ ასეთი ხაზები, შემდეგ წრე და შემდეგ აქ ფოთლები. მე ვიცი კიდევ ეზოს დახატვა. ეზოში ყველა ვიცით რომ მანქანია საკუთარი მანქანა. მე პირადად მყავს ვერცხლისფერი Toyota Prius-ი. 20 წლის რომ გავხდები ვიყიდი შავ Mercedes. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი. მე არ მიყვარს შავი ფერი, არ მიყვარს ნაცრისფერი, იმიტომ რომ შავი არის ძალიან შავი. ერთხელ ჩემ დახატულ საკუთარ ჩემით დავხატე პიანინო და რომ გავაფერადე, არაფერი არ იყო უკვე დახატული. ერთხელ ჩემი ნახატი გავყიდე ერთ ლარად. ჯერ დავხატე სახლში. არ გამომდიოდა 4 წლის ვიყავი. და დავხატე მაგალითად სახლი. დავხატე ეზო, გოგო ახლა და შემდეგ ჩავედი ეზოში და გავყიდე. ეს მყიდველი იყო ჩემი მეზობელი. მე როცა მაქვს ფული, საკანცელერიო მაღაზიაში ვხარჯავ. მე ახლა ვაგროვებ ყულაბაში ფულს. იმიტომ ვაგროვებ რომ მქონდეს ბევრი რამ რაც მინდა მე. ბევრი ფული რომ მქონდეს, მე დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს ნივთები, რა ნივთებიც უნდათ. პირადად ჩემთვის ვიყიდი აიბაც. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელი ვცეკვავ ანსამბლ ომსიაში. მახსოვს პირველ დღე როცა მივედი ანსამბლ ომსიაში. მე ვიცნობდი, მე და ჩემი კლასელი დავდიოდით ერთად. ჩემი ბაღის მეგობარი, ჩემი კლასელი, ჩემი ახალი გასნობილი მეგობარი და ცეკვავდით ბედნიერად, მხიარულად, კარგად, გამართულად. მოკლედ ბევრ ბავშვს ვიცნობდი და არ უნევლიულობდი. ცეკვაზე იმიტომ შევედი რომ ვიმხიარულო, კარგად ვიცეკვო, გამართულად მასწავლებელს ვუსმინო, რომ მეც მინდოდა რომ გამეგოს საინტერესო ამბები და მეცეკვა კარგად. ეს ზედა რომ გავიხადო ხერხული ხომ არ იქნება?
ბავშვობიდან ვარ ცეკვაზე შეყვარებული. ჩემზე უკეთესად არავინ არ ცეკვავს კარგად. ჩემი ძმა დადის, მაგრამ მე უფრო უკეთესად ვცეკვავ. კონცერტი ჯერ არ მქონია, მაგრამ მინდა მქონდეს. ერთი სული მაქვს, როდის ვიცეკვებ დიდ სცენაზე. რომლის არჩევ მასწავლელია არის ნინო ნენაბძიშვილი. ის არის ძალიან მხიარული და ერთობა ჩვენთან ერთად. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრ რამეს ვსწავლობ. სახლში არ ვარ მისული, ეგრევე ნასწავლი მაქვს. სკოლაში ვსწავლობ ყველაფერს. კიდევ იმიტომ, რომ მყავს კარგი კლასები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის მაშო გაგუა. ყველაზე ცელქი არის ალექსანდრე მიქელაძე. ყველაზე მშვიდია სანდრო მესხი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამილა შარაშიძე. იმიტომ რომ ჩემზე ლამაზია, კარგად გვიხსნის გაკვეთილებს, გვეხუტება, გვეფერება, გვეხუმრება და გვიცინის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიძე სტომატოლოგი, ბავშვების კბილის ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ბაღის მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო ათიტის, იმიტომ რომ დედაზე სწრაფი ვიყო და მალე ვაკეთებდა ჩემს საქმეებს. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. დედას ვეხმარები, ვუწმინდავ. საქმეებში ვეხმარები, საჭმელების კეთებაში ვეხმარები. სტუმარი რომ მივიტანოს უფრაზე ნებისმიერი ნივთი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 4 წლის და მე გავაკეთე აჭარული ხაჭაპური. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ კატნეთს. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ძამიკო. ოჯახში სულ ვართ 4. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია სანდრო. ის არის კეთილი, ჭკვიანი, ცელქი და გაკვეთილებს სწავლობს. ჩემი აზრით სანდრო რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. ჩემი მამიკო არის სურვილების შემსრულებელი. ის არის კეთილი, ბედნიერი, სიმპათიური და მშრომელი. ყველაზე უფრო მე უყვარვარ. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, თბილი და მიყვარს მისი გული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია იაკობ გოგებაშვილის წიგნი. რა ქვია ამ წიგნს და დედაენა. საყვარელი მულტფილმია მოანა. მე ყვავილებიდან მგავალ წითელ უეკლო ვარდს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გაჭირვებული ადამიანები აღარ იქნებოდნენ. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი დისნეინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია იაკობ გოგებაშვილი. შემდეგ მონაწილეს ვტყობ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის ოჯახი რომ ბედნიერია, შენ რომ ხარ ბედნიერი, დედა რომ არის ბედნიერი, მამა რომ არის ბედნიერი და შენი ძამიკო რომ არის ბედნიერი და შენ თვითონაც ხარ ბედნიერი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.